შედგება უთხვი და უჩვევი მე წამოვდილი გზებდგები ვაჩუქოთ ერთმანეთ სიცოცხლე გაუთმოთ ერთმანეთ ძვლები ეროვნულ მოძრაობაში შეთქმულებით ჩართული ვიყავი 88 წლიდან, მაშინ 14-15 წლის ასაკიდან. პირველად ისეთი სერიოზული ჩართვა, ჩემი და აქციებში მონაწილეობა იყო 88 წლის ნოემბრის აქციები, თქვენ კარგად გახსოვთ, პარლამენტის წინ შიმშილობა. დედაჩემიც იყო ჩართული ამ მოძრაობაში. შესიზღვრცებული ჰქონდა ის მომენტი, რომ მაშინ საბჭოთა კავშირიდან თქვენ გახსოვთ, ყველას უნდა დაღწევა ყველა ქვეყანას და მით უმეტეს ქართველები გამოვირჩეოდით. და იმ ღამეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყოველდღე იქ ვიყავი აბსოლუტურად. მახსოვს ესეთი მომენტი, რომ იყო რაღაც გარკვეული შიდა სიგნალები, ასე ვთქვათ, რომ მოსალოდნელი იყო რაღაც გარკვეული საფრთხეები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პირიქით უფრო შემართებას გვატებდა და რაღაც გრძნობდით თითქოს, რომ კულმინაციისთვის უნდა მიეღწია ყველაფერს. მე ახლა მარცნობდეს რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროს ღმერთს გადარჩენისათვის. როდესაც პატრიარქმა ისაუბრა, რომ საფრთხე რეალურია და მან მოგვიწოდა, რომ სხვა ფორმით გაგვეგრძელებინა, ასე ვთქვათ, ბრძოლა, ანუ დავიჯერე, რომ საფრთხე მართლა რეალურია. მაგრამ ამავე დროს თავში მიტრიალებდა ის აზრი, რომ რაღაც გადამწყვეტი მომენტი დგებოდა და შეიძლება იმ დროს ზუსტად იქ უნდა გარიყავი, რომ შენიერის ინტერესები დაგეცვა. არავინ არ მოელოდა იმას, რომ თქვათ ამდენს გაბედავდნენ და იქ ბარებით და იმით, ანუ ადამიანების შეხვას დაიწყებდნენ და უმოწყალოდ ანგარიშსწორებას რა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ხელკეტებით ვეცემეთ და ასე შემდეგ და მაგისთვის ყველა მზად იყო, ვინც იქ იდგა. როდესაც დაიწყო ფაქტიურად უკვე დარბევა, უკანა რიგები, თქვათ, აქეთ სკოლის მხარეს არიხევდა, რა თქმა უნდა, უკან. წინა მხრიდან საიდანაც გვიტევდნენ, უკვე სიმჭიდროვე მოდიოდა ნენელა, ხო? იმიტომ რომ ისინი ძალის მიერად უკან იხევდნენ და ფაქტიურად ნენელა უგრძნობდი, რომ აღმოჩნდა ესეთ მდგომარეობაში ხალხი ფაქტიურად გარშემო ეს შემოწყობილი, როდესაც დავინახეთ უკვე რომ ხელკეტები და ეს მიდის უკვე ფიზიკური ანგარიშსწორება, დაიწყო ძალიან დიდი ჩოჩქოლე. ახლა ზოგი ადამიანი ახლა ბავშვია, ქალია, თქვათ, ვერ გაუძლო აი ამ ჭყლეტვას წაიქცა, ვიღაცას აწვება, ცდილობს ამის აყენებას და ნელ-ნელა ეს არეულობა დაიწყო შიგნით. ლიდერების გვერდზე ვიდექი, მეჭირა ძალიან დიდი დროშა ბამბუკის ჯოხზე. იმდენად დიდი დროშა იყო, რომ უკვე ეს შეხლა-შემოხლა რო დაიწყო, ის მოვიფიქრე, რომ დამეხვია ეს დროშა, რომ ის არ გადაფარებოდა ვინმეს და რაღაც უხერხული სიტუაციები არ შეექმნა, ან არ გაგუდულიყო, ან ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს დროშაც ამ ჩოჩქოლში ნენელა დავკარგე, ფეხსაცმელი გამძვრა, ასე ვთქვათ, ფეხშველა ვიყავი და მოხდა ისე, რომ აღმოჩნდით ორი კუთხით შევიწროებულები, ასე ვთქვათ და რაღაც გაკეთდა აი ხალხის მორევით, რო იტყვენ, აი წინა, სადაც ვიდექი და წინ კიბეები, სადაც იყო, ფაქტიურად იქ ხალხის ზეწოლისგან ჩავარდით იქ. ცოტა ისე ჩაკუნთულ მდგომარეობაში დავრჩი, დაველოდი აი ხალხის რაღაც როდის ცოტა მომენტს როდის ვიპოვიდი, რომ გავიშალე და დავიწყე აი ხალხზე ამოძრომა ზევით, ასე ვთქვათ. ნუ ეს იყო რაღაც საშინელი განცდა, იმიტომ რომ თანფეხშველა რო ვიყავი, გრძნობდი, ნუ ხალხს ფაქტიურად ხალხზე მიწევდა ესე ზევით ამოსვლა. ნუ დედაჩემი რა თქმა უნდა შიგნით დარჩა და ხელს უწვდი, ნუ იქ ყვირილი, დედა, ძახილი, რაღაც ეკაჩები, შენ თვითონ გზნობენ ამას ეკაჩები, მაგრამ ვიღაცაზე დგეხარ შენ თვითონ, ახლა იმას უყურებ ვიზე დგეხარ, რაღაცა სასწაულები იყო. ბოლოს დედაჩემს დავკარგეს ირაკლი წერეთელის და რაღაც უყველა. ამ ხალხმა ჩაგვითრია მეც ისევ სხვა ადგილას და უკვე რომ მოახერხე გამოძრომა და გამოსვლა, დედაჩემს ვეძებ, ეს განცდა მაქვს, რომ დედაჩემი უნდა ვიპოვო ყველა ვარიანტში.
ამ ძიებაში და ყურებაში ეს ვათვალიერებ და უცებ რაღაცა მომხდა წვივებზე. დავარდი მეც დამეწყეს ცებნა ამ კიბეებს შორის ესე ამ ბუჩქებში გამოწვერი, ავედი ზევით მხარეს, სადაც პოლიციელებმა არ შემიშოს, ანუ პარლამენტის მხარეს. ჩამოვედი და სკოლასა და პარლამენტს შორის ქუჩაზე ავუხვიე თუ არა და მაშინ აი ესე გამიქროლა ზუსტად რაღაცა, მაშინ ვერ მივხვდი რა იყო და ზუსტად ეს იყო ის ძიმე გაზი, ასე ვთქვათ, რითაც დაიწყეს ხალხზე კიდევ დამატებით ზემოქმედება. ნელ-ნელა რო ვიგრძენე, თვალები მიმძიმდებოდა, ფაქტიურად ვეღარაფერს ვეღარ ხედავდი. უბრალოდ ესე ბრმად წავედი და აი კონტურში გადავხდი ქაშუეთის ეზოში. ავძვერი აი ამ სახურავზე და სახურავს გავეკარი. დაიწყეს სროლა და ტრანსირება, ხო წარმოიდგინეთ ეს ტყუები ჩანს, ხო ეს რო ანათებდნენ ეს ტრანსირებული ტყუები და ესე გადაივლი და გადმოივლი და ეს ტყუები მერე მანქანების მტრევა და ის რო დაიწყეს ჩამოცდნენ იმ ქუჩას. შემდეგ დაწყნარდნენ, აიწიეს უკან და მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა. და უკვე საქმეში ჩაერთვნენ, თქვენ გახსოვთ მაშინ ისევ მილიცია და ქართველი ექიმები, სასწრაფოები იქნა გამოძახებული და ასე შემდეგ. ხლა კიდევ ვიძახი, მე დავიწყე დედაჩემის ძებნა ისევ. მოვახერხე ისე რომ ქართველი ექიმი დავინახე გარეთ, ხალათიანი მივედი, ეხლა რა ვიცი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ მაინც უთხარი რომ აი მე სამედიცინოზე სწავლობდა, გეხვეწები ბიძია იქნებ შემიშვა და რაღაც ნახო დედაჩემს ვეძებ მეთქი, ესე მოხდა მეთქი და მეუბნება ესეც რამე შვილო აი ესე დამიჭირა, კარგად მახსოვს მომკაჩა და მეუბნება რომ შვილო იქ შენ არ შეგიშვებ, თმები და კბილები ყრია, ის კარგად მახსოვს ეს ფრაზა რა. სისხლშია ყველაფერი მოსვლილი, ვინც ოდნავ მაინც უნთქავდა, ყველა გადავიყვანეთ საავადმყოფოებში და გირჩევ რომ შენც წახვიდე სახში ან სადმე იქ საიდანაც შეძლებ დარეკვას და საავადმყოფოებში გაარკვიო დედაშენი ცოცხალია თუ არა. ნუ რამდენიმე ხანში დაახლოებით 2 საათში იმის მერე რაც მივყავი, დედაჩემი მოიყვანეს ნაცემი რა, ძალიან ნაცემი. ტვინის შერყევა ქონდა, ჩალურჯებები, დაზიანება, ანუ საავადმყოფოში არ დარჩა ისიც, იმიტომ რომ ის კიდე შვილზე დარდობდა. არ ვიცი, შეცდომა დაუშვით როგორ მოვიქეცით ისე როგორც მოვიქეცით ახლა. ყველას გვიყვარს სამშობლო, ანუ იმ დროს რაღაც უკან დახევას გავდა, თითქოს რაღაცის ღალაც გავდა ეს ყველაფერი, რომ სხვანაირად მოქცეულიყავი და მერწმუნეთ ახლა იმ მუხტის დროს ვერავინ ვერ გააცნობიერებდა იმას, რომ თქვათ აი პატრიარქმა მოგვიწოდა და მოდით ახლა გადავინაცვლოთ იქით და ხო ხვდებით რა დღეს ადვილია შეიძლება ამაზე საუბარი რომ აი პატრიარქს რატომ არ დაუჯერეთ და ასე შემდეგ. კიდევ ვიძახ, შეიძლება მეც ვინანოს, ხამაც ინანოს, მაგრამ იმ დროს და იმ წუთას მოხდა ის კიდევ ვიძახი რაც მოხდა და ალბათ კიდე ეს გამოიწვია კიდევ ვიძახი იმან რომ არავინ არ მოელოდა იმას რომ თქვათ ამდენს გაბედავდნენ და იქ ბარებით და იმით ანუ ადამიანების შეხვას დაიწყებდნენ და უმოწყალოდ ანგარიშსწორებას რა.